ევროპის კვირაული საქართველოში ამ წუთებში კვირაულს ილეთ ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ხსნის. კვირაულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და აკადემიური წრეების წევრები მიიღებენ. კეთი ბოჯგუა განარცობს ახლა თემას მოამბის ღია ეთერში კეთი გისმენთ. ევროპის კვირაული უნდა გაიხსნას სწორედ ამ წუთებში, მას გახსნის ალექსი პეტრიაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ამ ღონისძიებას ესწრება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი. ღონისძიება გაიხსნება გამოფენით, რომელიც ეძღვნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და მის სწრაფებას, ასევე მოხდება ესეებისა და ნახატების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოვება. როგორც ალექსი პეტრიაშვილმა კვირაულის გახსნამდე ჩვენთან საუბარში განაცხადა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ მომავალი თაობის და ახალგაზრდობის ინფორმირებას იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. საქართველოს ძალიან აქტიურად ისწრაფის ევროკავშირში ინტეგრირებისკენ და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ცნობადობის სამაღლება საზოგადოებაში, ჩვენ მოსახლეობაში ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციის შესახებ. იწყება ყველაზე მთავარით, მომავალი თაობით, მოსწავლე ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნამუშევრებით. შემდგომ იქნება მთელი რიგი ღონისძიებების შეხვედრა მასწავლებლებთან, შეხვედრა ასევე სტუდენტურ ახალგაზრდობასთან და სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ევროპის კვირაულის ორგანიზატორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მთელი კვირის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში. მასში ჩართული იქნებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, როგორც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე აცხადებს, მთავარი მიზანი ევროპის კვირაულის არის საქართველოს მოქალაქეთა ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ქვეყნის ევროპული მისწრაფების შესახებ. ექნება შეხვედრები მოსწავლეებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები. მნიშვნელოვანია იმ მხრივ ეს ღონისძიება, რომ შევეცდებით განვუმარტოთ ჩვენს ახალგაზრდობას და საზოგადოებას, რატომ არის საქართველოს ისეთი პრიორიტეტული ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და გავამყაროთ ის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს საზოგადოებას აქვს. ევროპის კვირაულის ფარგლებში აღინიშნება ევროკავშირის იუბილეც, 52 წელი უსრულდება 9 მაისს ევროგაერთიანებას. ევროპის კვირაული გაგრძელდება 11 მაისამდე. მადლობა კეთი ბოჯგუა.